ეს კალბი საქციელია კროუფორდის და თოფურიას კონფლიქტი ახალ ეტაპზე გადავიდა. საიდან დაიწყო და როგორ განვითარდა დაუმარცხებელი მოკრივის და კავკიის მსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონის დაპირისპირება. ტერენს კროუფორდის და ილია თოფურიას შორის თითქმის არსაიდან დაწყებული კონფლიქტი ახალ ფაზაში შევიდა. მოგეხსენებათ, ქართველ ჩემპიონზე კითხვები და კომენტარები კროუფორდ კანელოს ბრძოლის კვირეულის დიდი ნაწილი იყო. და როგორც ჩანს, არც ბადის მიერაც უკვე მესამე წონაში უდავო ჩემპიონობის მოპოვების და კრივის ისტორიის გადაწერის შემდეგ შეცვლილა რამე. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ კანელოსთან ბრძოლის წინ კროუფორდს კითხეს, ვინ იყო მისი აზრით ავქში საუკეთესო მოკრივე. ყველასთვის მოულოდნელად კროუფორდმა თოფურიას ნაცვლად, რაც ბოლო დროს ბევრისთვის სტანდარტულ პასუხად გადაიქცა, სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, კოდი გარბრანტი დაასახელა. როგორც ჩანს, ამერიკელის პასუხი მატადორს არ მოეწონა. ქართველი მებრძოლი კროუფორდის სიტყვებს პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა, სადაც მოკრივესთან გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, წარწერით, ვინ მოიგებდა ჩხუბში. შემდეგ კი კიდევ ერთი ტვიტი მიაყოლა. არ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მოხდებოდა ჩემსა და კროუფორდს შორის ოქტაგონში, ვსაუბრობ იმაზე, თუ რა მოხდებოდა რინგზე. პირველივე შეხებით დავაძინებ. ტერენს კროუფორდის და ილია თოფურიას შორის თითქმის არსაიდან დაწყებული კონფლიქტი ახალ ფაზაში შევიდა. მოგეხსენებათ, ქართველ ჩემპიონზე კითხვები და კომენტარები კროუფორდ კანელოს ბრძოლის კვირეულის დიდი ნაწილი იყო. და როგორც ჩანს, არც ბადის მიერაც უკვე მესამე წონაში უდავო ჩემპიონობის მოპოვების და კრივის ისტორიის გადაწერის შემდეგ შეცვლილა რამე. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ კანელოსთან ბრძოლის წინ კროუფორდს კითხეს, ვინ იყო მისი აზრით ავქში საუკეთესო მოკრივე. ყველასთვის მოულოდნელად კროუფორდმა თოფურიას ნაცვლად, რაც ბოლო დროს ბევრისთვის სტანდარტულ პასუხად გადაიქცა, სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი, კოდი გარბრანტი დაასახელა. როგორც ჩანს, ამერიკელის პასუხი მატადორს არ მოეწონა. ქართველი მებრძოლი კროუფორდის სიტყვებს პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა, სადაც მოკრივესთან გადაღებული სურათი გამოაქვეყნა, წარწერით, ვინ მოიგებდა ჩხუბში. შემდეგ კი კიდევ ერთი ტვიტი მიაყოლა. არ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მოხდებოდა ჩემსა და კროუფორდს შორის ოქტაგონში, ვსაუბრობ იმაზე, თუ რა მოხდებოდა რინგზე. პირველივე შეხებით დავაძინებ. კროუფორდი ამ განცხადებას პრესასთან მოკლედ გამოეხმაურა და თქვა, რომ შერეული ორთაბრძოლების სპორტსმენებს ალკოჰოლის მიღება უყვართ და, მისი აზრით, თოფურიაც ამ პოსტების წერისას არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. საქმეს არც იმან უშველა, რომ კანელოსთან ბრძოლაზე კროუფორდი, გიტარის ჩასადებით ხელში, ფილმი Desperators საუნდტრეკზე გამოვიდა, ეს სიმღერა კი ორთაბრძოლების მაყურებელთა უმეტესობისთვის ილია თოფურიასთან ასოცირდება. ამ ფაქტს ქართველის მხრიდან კიდევ ერთი სოც. მედია პოსტი მოჰყვა. ჯერ მთვრალს მიწოდეს. შემდეგ კი ჩემს სიმღერაზე გამოდის. კროუფორდ როცა გინდა რინგზე მარიაჩის ცეკვას გასწავლი. კანელო მის შემდეგ ერთ რაუნდს დაგიზოგავ. გასულ ღამეს სიტყვათა ომი ახალ ეტაპზე გადავიდა. კანელო ალვარესთან ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ ტერენს კროუფორდმა არიელ ჰელვანის შოუს ეწვია. ცხადია, ჟურნალისტმა მატადორთან დაპირისპირებაზე დაუსვა კითხვა და დააზუსტა, რამდენად იცოდა კროუფორდმა, რომ სიმღერა, რომელზეც ის კანელოსთან რინგზე გამოვიდა, თოფურიას გამოსვლის ტრადიციული სიმღერაც იყო. გთავაზობთ ბადის პასუხს. სიმართლე გითხრათ, ამ ბიჭის ჩხუბი არასდროს მინახავს. ტყუილს არც კი ვაპირებ. ეს ბიჭი საერთოდ არ მაღელვებს. სიგიჟეა, როგორ განვითარდა ყველაფერი. ავქის დარბაზში რომ დამინახა, არც კი ვიცოდი ვინ იყო. მომიახლოვდა, ხელი ჩამომართვა და მომესალმა. არც კი ვიცოდი ვინ იყო, შემდეგ კი ინტერნეტში ვნახე, რომ ამბობდა, რომ პირველ რაუნდში დამანოკაუტებდა და ასე შემდეგ. თუ ჩემთან ბრძოლა უნდოდა, შეგეძლო გეთქვა შენთან ბრძოლა მინდა. რა სიტყვი? ანუ, ეს კალბის აქციელია, გესმის. თუ ვინმე არ მომწონს, თუ მასთან ბრძოლა მინდა, რაიმე მიზეზით ვიტყოდი, რა ხდება ძმაო? რას ფიქრობ, მე და შენ რომ ვიჩხუბოთ? კლავიატურის უკან არ დავიმალები და არ ვიტყვი, ამ ბიჭს დავანოკაუტებ. ეს კალბის აქციელია. მგონია, ამით უბრალოდ ყურადღების მიქცევას ცდილობს. თუმცა, შესაბამისი თანხის სანაცვლოდ ჩემთან რინგშიც შემოვიდოდა. ესაა ის, რასაც მებრძოლები ვაკეთებთ. ამავე დროს უბრალოდ არ ვიცი, რა წარმოიდგინა. არაფერია აქ სალაპარაკო. რის გამო უნდა ვეჩხუბო? მასთან ბრძოლით რა ფულს ვიშოვი? მითხარით, რამდენს მივიღებ მას რომ ვეჩხუბო?
ჰელვანის მიერ ფლოიდ მეივეზერის და კონორ მაკგრეგორის ბრძოლის მაგალითის და რამდენიმე სხვა არგუმენტის მოყვანის მიუხედავად, ამერიკელი ჩემპიონის პოზიცია არ შეცვლილა. ილია, კონორ მაკგრეგორის დონეზე არ არის. მოდით ვიყოთ რეალისტები. მორჩით. არასდროს შეადაროთ ის კონორს. კონორი გაცილებით უფრო მაღლა დგას. როგორც ვთქვი, არც კი ვიცოდი ეს ბიჭი ვინ იყო. ამ ბიჭის ჩხუბი არასდროს მინახავს, მე კი მას ხშირად ვუყურებ. შეიძლება ვწდები. შეიძლება ის მართლაც კარგი მებრძოლია. არ ვიცი, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, ამ ბიჭის ჩხუბი არასდროს მინახავს. კონორის ბრძოლებისთვის კი ხშირად მიყურებია. ის და კონორი ერთმანეთს ისე განსხვავდებიან, როგორც დღე და ღამე. ეს თავადაც იცი. უთხარით ამ ბიჭს საკუთარი კარიერული წინსვლა გააგრძელოს და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. დაკოპირება კომენტარი.